მოგესალმებით, ჩვენი YouTube ვიდეოების სერია გრძელდება და რიგით მეორე ვიდეო მიეძღვნება ტექნოლოგიებს. ამ მიმართულებით მე არ ვარ ძლიერი, მაგრამ განსაკუთრებით მზარდი სექტორია და მინდა ჩემი კოლეგა, რომელიც ამ სფეროს წარმატებული აქტორია, მაგრამ ამავდროულად პოლიტიკოსიც, დავიხმარო ამ ვიდეოკასტის ჩაწერაში. დღეს ჩემთან ერთად იქნება ვახო თურნავა, რომელიც არის მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანუ ის ევროინტეგრაციის მიმართულებითაც მუშაობს, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან განსაკუთრებით, რაზეც მინდა აქცენტი გავაკეთო, ეს არის წარმატებული საქმიანობა ტექ ინდუსტრიაში, ის არის რამდენიმე წარმატებული ტექ კომპანიის დამფუძნებელი, მათ შორის Swift-ი და Skillwheel-ი და ამ მის საქმიანობაში ჩემთვის ყველაზე უფრო გამორჩეული არის განათლების კომპონენტი, ის თავის რესურსს ხარჯავს ახალი კადრების მომზადებისთვის და მთლიანად აი ამ საერთაშორისო ტექნოლოგიების ბაზარს, რომ მოუმზადოს ქართველი პროფესიონალი კადრები. ამიტომ მისი მოსაზრებები და მისი აზრები ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იქნება ალბათ თქვენთვისაც. ვახო, მოგესალმები, როგორ ხარ? კარგად. მადლობა, რომ დღეს ერთად ჩავწერთ ამ ვიდეოს. თავიდან მინდა დავიწყო ბლიც კითხვებით და მინდა გითხრა, რომ ფიქრობ თუ არა, რომ ტექნოლოგიების სექტორის განვითარება საქართველოში ქართულ ოცნებას უკავშირდება? რა თქმა უნდა, ფიქრობ, იმიტომ რომ სულ მიახლოებით ბოლო 4 წელია, რაც საქართველოში დაიძრა ტექნოლოგიების განვითარება ჩვენ ქვეყანაში და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ამით, რომ დაიწყოს. პირველ რიგში რატო ხო? ტექნოლოგია რატო უნდა მოთხოვნა გაჩნდა ნიშნავს, რომ ბევრი კომპანია შემოვიდა ჩვენ ქვეყანაში. ბევრი საერთაშორისო კომპანია შემოვიდა, რომელმაც პირდაპირ დაიწყო კადრების ძებნა და აყვანა. და რა თქმა უნდა, ძალიან ჭირდა ამ კადრების აყვანა. მიახლოებით 4 წლის წინ იყო სადღაც 3000 IT დეველოპერი, პროგრამისტი და დღეს მიახლოებით გახუთმაგებულია, ხო? პირველ კითხვა უნდა დავსვათ, რატო შემოვიდა ეს კომპანიები საქართველოში? რატო შემოვიდა, რატო საქართველო და არა სხვა ქვეყანებში, რომელშიც საკმაოდ ძლიერი პროგრამისტებია. პირველ რიგში, იმიტომ რომ საქართველოს შეიმუშავა ის რეფორმები და ის კანონები მთავრობამ, რომელმაც განაპირობა. მოკლედ, კარგი ბიზნეს კლიმატი არის ტექნოლოგიურ სფეროში. ბიზნეს რა ჭირდება, ხო? ბიზნეს ჭირდება ორი ნაწილი. ერთი გადასახედების მიმართ, რომ ყოფილიყო ლოიალური, შედარებით ნაკლები იყო და ეს უნიკალური შესაძლებლობა, სადაც მხოლოდ 5%-ით იბეგრება საერთაშორისო კომპანია. შეიმუშავა მთავრობამ საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებისთვის, უცხოელი კომპანიებისთვის, რომელიც შემოვლენ საქართველოში, საზღვარგარეთთან რომელსაც აქვს შემოსავალი, მხოლოდ საშემოსავლოს 5%-ს დაბრუნებს. მარტივად რო გიხსნათ, ადამიანს თუ აქვს სიტყვაზე 1000 евро ხელფასი, მარტო სახელმწიფოში იხდის 50 ევროს, 5%. ეს რას ნიშნავს? ხო, სახელმწიფო ეუბნება, რომ მე არ მომცეთ ფული კონკრეტულად, მაგრამ ჩემს მოსახლეობას მიეცით მოქალაქეებს, რომ შემდეგ იმათმა შეძლონ რაღაც დოვლათი შექმნან, სახლი იყიდონ, განვითარდნენ და ასე შემდეგ. ხო, მოკლედ, სახელმწიფო ბიზნესს უტოვებს გაცილებით დიდ ნაწილს და არ იღებს მისგან ამ გადასახადებს, როგორც სტანდარტულ შემთხვევაში არის იმ პროცენტობით და უტოვებს ტექ აქტორს. ბევრ კი არა, თითქმის ყველა ევროკავშირის ქვეყანაზე, მაგრამ კი ეს არის ჩვენი იყო სახელმწიფოს პოლიტიკა, სადაც ბევრად ეს არის ის მიმზიდველ უნარიანობა, რაც შეეძლო შეეთავაზებინა. პირველი კომპანიებს გულისხმობს. შემდეგ მეორე ნაწილი, რომელიც ისევე სახელმწიფოს მიმართ, როდესაც ფრილანსერებზე მუშაობენ, რაც საკმაოდ ბევრი არის, ბევრი საიტი, მაგალითად TopTal-ი, სადაც მარტო ძლიერი პროგრამისტები მუშაობენ და საშუალო ხელფასი არის 6, 7, 10000 დოლარიც კი. მეცაც ახდენს, მაგრამ საშუალო ხელფასზე ვსაუბრობ. და ის 1%-იანი გადასახადები რაც არის, 1%-ი ასე ეძახიან, მცირე მეწარმეს სტატუსის მქონე პროგრამისტები სარგებლობენ ამით და რეალურად 100,000 ლარამდე საერთოდ არაფერს არ იხდენ. არ მონაწილეობენ ქვეყნის ბიუჯეტში. ეს მე იყო ამაზე რა თქმა უნდა პლუსებიც აქვს, მინუსებიც, მაგრამ უფრო მეტი პლუსი აქვს და შესაბამისად ეს სფერო ძალიან განვითარდა და დაიძრა და სულ მიახლოებით მე როცა მუშაობდი ამ კომპანიაში, ჩვენ რო სტაჟირება გამოვაცხადეთ 4 წლის წინ, სადაც ზუსტად მახსოვს 11-მა
პროგრამისტმა გამოაგზავნა სტაჟირებაზე და ბოლოს აი სანამ პოლიტიკაში წამოვიდოდი, როდესაც მაშინ გამოაცხა 60 კაცი საყვანა გვინდოდა, მიახლოებით 5000-ზე მეტი CV შემოვიდა ჩვენთან. ანუ აი ეს გეპი 11-დან 5000-მდე და იყო ძალიან დიდი და რაც ძალიან კარგია. მოკლედ ამ სექტორის განვითარების ორი კომპონენტი რო ავიღოთ. ერთი თვითონ სათანდო კლიმატის შექმნა, საგადასაღადო შეღავათები, ლოიალური მიდგომა, უცხოური კომპანიების მოზიდვა, მათთვის სპეციალური შეთავაზებების გაკეთება, ანუ ესენი ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. მეორე ნაწილი ეს არის თვითონ ადამიანური რესურსის მომზადება და ამ კუთხით მათ შორის თქვათ ჯიტა, რომელიც არის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც სპეციალურ პროგრამებს და ასე თქვათ დაფინანსებას აცხადებს მათთვის, ვინც ტექნოლოგიებში, ინოვაციებში სურთ რომ საქმიანობა გააგრძელონ და განათლების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს თქვათ საუნივერსიტეტო განათლებას და მათ შორის ის საქმიანობა, რომელსაც შენ ეწევი. მოდი აი ცოტა განათლების კომპონენტზეც ეწეოდი. მოდი ცოტა განათლების კომპონენტზეც გითხარი, ანუ რა შესაძლებლობებს ვაძლევდით ამ წლების მანძილზე და მათ შორის ჯიტაზეც თუ შეგიძლია გითხრა. ანუ სადღაც ჩემი ინფორმაციით 350-მდე ტექ ბიზნეს იდეა გვაქვს დაფინანსებული, მათ შორის აქედან ალბათ დიდწილად საკმაოდ წარმატებულები არიან. რამდენიმე 10 მილიონი ლარი არის ამ პროგრამებში ჩასხმული სახელმწიფოს მხრიდან, ეს საკმაოდ დიდი რესურსია, რამაც მოაძლიერა და გარკვეული ფუნდამენტი შექმნა ამ სფეროს განვითარებისთვის. ნახეთ, ზოგადად სტარტაპების სფერო არის ძალიან რთული და ძალიან სან-ფრანცისკოშიც 100 სტარტაპიდან 2 თუ გაამართლებს ან 3, მაგრამ ისე გაამართლებს, რომ თითქმის ყველაფერს გადაფარავს, ხო? ჩვენც თუ ავიღებთ რამოდენიმე ქართულ კომპანიას, რამოდენიმე 10 მილიონი ჩადეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებმა. რაც რეალურად სან-ფრანცისკოში და ზუსტად .com კომპანიებს ეძახიან, ეძებენ ამ unicorn-ებს, სადაც 1 მილიარდის ღირებულების კომპანია გახდება. ამიტომ ეს ვენჩერული მიდგომა, სადაც 100 კომპანიიდან 3-4 ამართლებს, არ არის მარტივი ფსიქოლოგიურად აღქმა ამისი, მაგრამ თქვენს თქვით, რომ 350 ან ცოტა მეტი დააფინე. კი, ანუ ეს რას ნიშნავს? ხო, ის ადამიანი, რომელიც იწყებდა მუშაობას და შეიძლება სხვას გააკეთა, უფრო ტექნოლოგიებში წავიდა, შეიძლება მისმა სტარტაპმა არ იმუშავა, მაგრამ მაინც ამ სფეროში დარჩა, სამსახური იპოვა, უფრო მეტი გამოცდილება მიიღო და უკვე დღეს არის მაგალითად ძალიან კარგი პროგრამისტია, ძალიან კარგი პროდუქტ ოუნერი და ის ხო, ანუ 350-დან 350 კი არა, მაგის 10% რო იყოს წარმატებული, ეს არის და იყო რაღაც კრიტიკები, რომ აი რაღაცა სტატისტიკა მოყავდათ, გეგონებათ ჩვეულებრივ ბიზნესში სტარტაპი არ არის ეს სხვა ფენომენი, ამიტომ სულ რომ 10%-იც იყოს წარმატებული, ეს ძალიან დიდ წარმატებას ნიშნავს, რომ ის 10% იმ 350-ს და კიდე 1000 მაგდენს გაუძლებს. ექსპეროში რამდენად მყარად ვართ ადამიანური რესურსის კუთხით? ანუ რამდენად გვყავს კვალიფიციური კადრები, რამდენად ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს, რომელიც არის, მათ შორის შემოდიან თუ არა საქართველოში უცხოური ტექ კომპანიები იმისთვის, რომ ადგილობრივი კვალიფიციური, ასე ვთქვათ, დასაქმებულები მოიზიდონ და COVID-მა შეუწყო ხელი თავიდან. COVID-მაც შეუწყო ხელი, იმიტომ რომ ანუ სხვადასხვა ისენია რა, სხვადასხვა პირობები ჭირდება ტექნოლოგიურ კომპანიებს და ზოგადად ამ ტექნოლოგიებში მომუშავე ადამიანებს პირობები, იმიტომ რომ იცით რომ remote შეგიძლიათ იმუშაოთ და შეუძლია აირჩიოს ნებისმიერმა ადამიანმა, სადაც უნდა იყოს, იქიდან იმუშავს, ამიტომ აუცილებლობა არ არის ძალიან კარგი კლიმატი, ძალიან კარგი პირობები უნდა იყოს, რომ იმ ქვეყანაში შემოვიდეს. იმიტომ იგივე ის კომპანიაც სულ რომ ინგლისში იყოს დარეგისტრირებული და იქ მუშაობდეს, შეუძლია ქართველი აიყვანოს შემოუსვლელად. ხო, ცოტა ძალიან კაცრი კონკურენციის პირობებია, როგორც ხვდები, ხო? იმიტომ რომ ქართველ IT-ის სპეციალისტ პირობითად კონკურენციაში ყოფნა უწევს ინდოეთში მაცხოვრებელ კადრთან ან პირობითად ჯობი ვართ. ინდოელებს თითქმის ინდოელებს შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ინდოურ ტექნოლოგიებს რო შევადანოთ ჩვენი middle developer და ინდოელი middle developer არაფრით არ ჩამოვარდება. აი და ქართველებს უფრო მეტი უკეთესი კომუნიკაცია აქვთ, უფრო მეტი ამბიცია აქვთ, კოლებში უფრო ირჩევენ
რაღაც ჭკუას ასწავლიან და უფრო მენეჯერობენ და პროექტ მენეჯმენტშიც გადადიან და ასე შემდეგ. ანუ და კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ, ბევრად ნაკლები აქვთ, ვიდრე სხვა ან კონკურენციაში უპირატესობები გვაქვს. კი, გვაქვს და ეს უკვე როგორც გითხრათ 15000 IT დეველოპერია, უფრო მეტი უნდა იყოს, ძალიან ცოტა, 15000 არის ძალიან ცოტა. უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს და მიახლოებით რო იცოდეთ, რაღაც მილიონი დეველოპერი აკლია ამერიკას და ერთი მაგდენი აკლია ევროპას რა. ეს პროგრამებიც, რა თქმა უნდა, ეს ენები კიდე რა არის, ნახეთ, სწავლის კომპონენტი, ხო? პროგრამისტი თუ ერთი წელზე ნაკლები, ანუ არ სწავლობს, ერთი წელი ჩაუვარდეს მაგალითად და არ განვითარდეს, ის უკვე ისეთ ჩქარა ვითარდება ეს სფერო, რომ მუდმივ სწავლაში, ანუ ვერ გამოყოფ IT კომპანია, რომელიც და რაღაც ცალკე სასწავლო დაწესებულება ესე არ არის. ანუ მაინც მიმული ახლა IT სფეროში ხარ, მაინც სწავლა ეს არის გამოყოფილი ნაწილი. ვითარდება, იოლდება, სხვა კოდები იწერება, სხვადასხვა მიდგომები, სხვა ენები გამოდის და სულ აპდეიტდება, შესაბამისად სულ უნდა იყოს ჩართული იმ პროგრესში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილი. ხო, ეხლა ცოტა პოლიტიკას რო დავუბრუნდეთ, ჩვენ ასე ვთქვათ, ამ ქვეყნის ხელისუფლებას წარმოვადგენთ. შენ უკვე აღარ ხარ ბიზნესში, შენ ამ პერსპექტივიდან უყურებ უკვე რა გამოწვევები აქვს ტექნოლოგიების სფეროს, რა შეიძლება რომ გაკეთდეს, მაგრამ სანამ ამ კითხვაზე გადავალ, ესეთი ბუნებრივი კონცერნი მიჩნდება. ან სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს სექტორი გაზრდილიყო. ყველანაირი საგადასახადო შეღავთებიდან დაწყებული, ყველა ხელშემწყობი კომპონენტი შემოიტანა, მათ შორის მოაძლიერა, წამოზარდა ეს სფერო, გამოზარდა კადრები, ყველანაირი ხელშეწყობის ფაქტორი გააჩინა. ფიქრობ, რომ სათანადო კომუნიკაცია გვაქვს ტექ სფეროს წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ მათ სწორად დაინახონ, რას აკეთებს სახელმწიფო მათთვის. რეალურად ის ბენეფიტები და ის დოვლათი, რაც შეძლო იმ რეფორმებმა გამოიწვია, ამათ ბევრმა მიიღო, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობა აქვს და შესაბამისად იმის აღქმა არ აქვს, რომ ის რეფორმები რო არ გაეკეთებინა სახელმწიფოს, ის პირობები რო არ შეექმნა, ის რელოკანტებზე რო არ გაეცა, არა მარტო ეს ცხოვრების უფლებები, ცხოვრების ბინადრობის უფლებები და ასე არ შეიწყო მოკლედ ამ ხალხისთვის ეს ყველაფერი რაც დღეს ხდება და ბუმია, ნამდვილად ბუმია IT სფეროში და კიდევ უფრო შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ გაიზრდება, ეს ყველაფერი არ იქნებოდა. და ამისი განცდა არ გვაქვს, ნახეთ, აი ხელფასი ერიცხება, შეიძლება არც იცის იმან საშემოსავლო რა ხდება, რომ ანუ არც ის იმან იცოდეს, ხელფასი ერიცხება ასე შემდეგ, ხო? მე სულ მაქვს ხოლმე ურთიერთობა ხალხთან, სადაც ერთ საერთოდ გადასახადს არ იხდის. და მაგრამ მაინც რაღაც პრობლემა აქვს, რაღაცა მაინც არ მოწონს. უხსნით, რომ არასწორია. ამიტომ კომუნიკაციის ნაკლებობა არის, ნამდვილად არის და ჩემი აზრით ეს უნდა გამოვასწოროს. რეალურად როგორც თქვა პოლიტიკოსები, ან ჩვენთვის რა არის ხილვადი პროდუქტი ჩვენი საქმიანობის, ხო? ჩვენ რაღაც პოლიტიკას შევიმუშავებთ, ამ პოლიტიკას კონკრეტული დრო ჭირდება იმისთვის, რომ შედეგი გამოიღოს. და შედეგს რომ იღებს, ციფრებში რო ისახება ეს წარმატება, სფეროს ზრდა რო არის, ეკონომიკური წინსვლა რო არის, ყველანაირად პოზიტიური მაჩვენებლები რომ არის და ამის პარალელურად რომ ხედავ, რომ ის ვისთვისაც ამ ყველაფერს აკეთებდი, ანუ ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც თქვათ ტექ სფეროში არის დასაქმებული, ანუ სათანადოდ არ ხედავს, არ აფასებს და ანუ უკავშირს სათანადოდ არ გიბრუნებს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, თუმცა ეს მთლიანობაში ეს პოლიტიკა ჯამში ეკონომიკურ მდგრადობას ემსახურება, ამიტომ ამოგლიჯილად ვერ განვიხილავთ, რომ კონკრეტულად ამ ადამიანებისთვის ვაკეთებთ, თუმცა შემდეგი კითხვა ეს იქნება, რომ ხომ არ ფიქრობ, რომ სხვა კომუნიკაციის ფორმებით უნდა მივიდეთ შენი აი ამ სფეროს წარმომადგენლებთან, ან ხომ არ ჭირდებათ სხვა ენაზე საუბარი? უფრო მეტი ჩართულობა ჭირ. ნახეთ, აქ ორი ნაწილია, ხო? ორი ნაწილი არის. შეიძლება ჩვენ იქით ამ ხარეთ უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველი გენია ადამიანს, ანუ აღმოაჩნდა ის უნარი, რომ ეს არ არის მარტივი პროფესიები, რთული პროფესიებია.
ძალიან დიდი ქვეყანებს არ შეუძლიათ და არ აქვთ ისეთი არ შეუძლიათ უბრალოდ რომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილონ, არა ინტერესი არ აქვს მაგალითად არ უნდათ ამ შემდეგ. ამ სტეიქჰოლდერები ორნი არიან, ხო? ეს არის ის კომპანია, რომელიც შემოდის რაღაც მიზეზის გამო და მე ის ხალხი, რომელიც ემუშავება. კი, ჩვენ გავაკეთეთ ის ყველაფერი, ის ნახევა, ის 50% რისთვისაც ეს რეფორმები ის ხალხი შემოსულიყვნენ და შემდეგ უკვე იქთან მხარესაც კი ის ხალხი აყვა ამ ტენდენციას და ისიც დასაფასებელია შესაბამისად ერთად გამოვიდა რომ ხალხმა და სახელმწიფომ ერთი ძალიან კარგი პროდუქტი შექმნეს. ძალიან მიხარია მარტო ჩვენი და ანუ ორივეს და თავისთავად ეს იყო სინერგია და ჩვენ ერთმანეთი შევავსეთ. თუმცა ამ სინერგიაში მეორე მხარე რომ შენ როლს გონია რომ ვერ ხედავს 100% იქით არის და ეს ზუსტად ეს სამწუხაროა და ამაზე მუშაობაც არის და უფრო უკეთესი კონტაქტი თუ გვექნება და კომუნიკაცია კიდევ უფრო გაიზრდება. ხო, ციფრებში როგორ გამოიხატება სექტორის ზრდა, რომ უფრო რაღაც თვალსაჩინო იყოს? მიახლოებით 2019 წელს საქართველოში იყო 0.2 მილიონი, ანუ 200 მილიონის IT ექსპორტი და ანუ აქედან შემოსავალი იყო ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს 200 მილიონი და დღეს 2023-ში ბოლო სტატისტიკით არის სადღაც 3 მილიარდზე მეტი. და დღეს სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი და უფრო გაზრდილი იქნება. ამას ყველა ხედავს, ჩვენც ვნახულობთ და ძალიან კარგი ფაქტი ის, რომ დღეს IT სფეროში, პროგრამისტების სფეროში საშუალო ხელფასი არის 3-ჯერ უფრო მეტი, 3.2-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი საშუალო ხელფასი. დღეს საქართველოში გვაქვს 2050 ლარი საშუალო ხელფასი, IT სფეროში ბოლო კვლევებით არის 7100 ლარზე დგას, მერყეობს იქით-აქეთ, რომელიც ეს აუცილებლად გაიზრდება. შენ რას გააკეთებდი, აი კიდევ უფრო მეტი ბუსტი რო გამოგეწვია სექტორის. აი რას ფიქრობ, რა საჭიროებას ხედავ ახლა? ნუ მოდი დავიწყოთ იმით, რომ ქვეყანაში რო სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა იყოს, ეს ალბათ ნომერ პირველი საჭიროება არის ნებისმიერი ბიზნეს სექტორისთვის, ხო? აი ნახეთ რა გამოიწვია. ზუსტად სტაბილურობა არის ყველა ბიზნესის გარანტი, ხო? და დღეს სამწუხაროდ ესეც უნდა ვთქვათ, რომ ბევრ კომპანიას შეიქმნა დისკომფორტი ამ მოვლენებთან დაკავშირებით და პოლიტიკური турბულენცია რა თქმა უნდა ნეგატიურ გავლენას აქვს. საერთოდ გააჩერა შემოსვლა ქვეყანაში, აყვანა ხალხის დაველოდოთ რა იქნება, ხელფასების მომატება გააჩერა. მოკლედ ის რაც განაპირობებს გაზრდას და უფრო ჩქარგას იზრდება, მაგრამ იმ ისეთი სიძლიერით არა, რა თქმა უნდა, გაფიცვები როცა იყო, ანუ რა ხდება გაფიცვისთვის, ხო? საქართველოს შემოდის IT კომპანია, რომელსაც თითქმის ქართველი კლიენტი არ ყავს, 99% ქართველი კლიენტი არ ყავს, ხო? და რა ხდება, ანუ ეუბნება მაგალითად თავის ამერიკელ დამკვეთს, შეიძლება იყოს ეს ერთ-ერთი ბანკი ან რაღაც სადაზღვევო კომპანია და ეუბნება, რომ აი ცი შენ მოდი არა იყვანო შენი ქვეყნის მოქალაქე ამერიკაში მაგალითად და არა მარტო მოქალაქე იქ ვინც ცხოვრობს და მენდემე და აი საქართველოში აი იქით ევროპისკენ მე პასუხისმგებელი ვარ რომ აი ესეთი და ანუ იმ ქვეყნის რეკლამას აკეთებს, ქვეყანაზე ყვება, ხალხზე ყვება, როგორ კარგად მუშაობთ რა, პასუხისმგებლიანები ვართ და ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ იმ ადამიანს ენდოს, დაუკვეთოს და შემდეგ ეს დიდი ინფორმაცია, ეს დიდი სოფტის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქით ამ ხარე გენდობოდეს, იმიტომ რომ ყველაზე ბიზნეს კონტინიუტის ეძახიან, ანუ ეს უნდა ბიზნესის წარმატება, ანუ შეიძლება მთლიანად ერთი რაღაც შეცდომით მთელი ბიზნესი მოუყვა. ძალიან მოწყვლადი არის ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. ამ ყველაფერს ენდობა ძალიან რთული ეს ნაბიჯი გადმოადგმევინო. ბევრი მუშაობით, ბევრი და უცბად ეუნები რომ აი რაღაცა თან ვერც ეუნები რომ ვერც უყვები აი რომ მოუყვა ეს ხდება აქ საქართველოში კონტრაქტს გაწყვიტავენ. ამიტომ რაღაც აი ახალი წელი იყო რაღაცა აი არ ვიცი აი ყველანაირი კრეატივს
მიმართეს ამ კომპანიებმა, რომ ის კლიენტი შენარჩუნებათ ისევ იმისთვის, რომ ამ ხალხისთვის ხელფასები ეხადათ. ეს პრობლემის შექმნა მით უმეტეს ყველა დამკვეთი არის ევროკავშირიდან და ამერიკიდან და ვის რა მიზანს ემსახურებოდა? თული. რა ლოგიკა იყო? მოკლედ, ძალიან საინტერესო რაღაც გამოიკვეთა, ესე იგი. ერთია, რომ ამ სფეროს წარმომადგენლები სათანადოდ ვერ ხედავენ და ვერ აფასებენ, რას უკეთებს სახელმწიფო, ხო? ნუ ის კონკრეტული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. უმრავლესობა ყველა არა, მაგრამ რაღაც ნაწილი, საკმაოდ სოლიდური ნაწილი და საკმაოდ სოლიდური ნაწილი. მოკლედ, ერთია, რომ ვერ ხედავს რაღაც ნაწილი, რამ ხელა სამუშაოს ეწევა სახელმწიფო, რომ ეს პოლიტიკა გახადოს ეფექტური მათი საქმიანობისთვის, რომ იყოს წარმატებული, რომ მოვიზდოთ უცხოური კომპანიები, რომ გაიზარდოს დასაქმება, რომ მიიღონ განათლება, რომ ტექსტსფერო გაიზარდოს და აყვეს იმ საერთაშორისო ტენდენციებს. მეორე არის, რომ მათი ამ პოლიტიკური აქტივიზმით, რომელიც თუნდაც გულანთებული იყოს ან სხვა მოტივებით იყოს გამოწვეული, უდიდესი ზიანი მიაყენა თავისივე სფეროს, თავისივე საქმიანობას და ფაქტიურად ამხელა სამუშაო, რომელიც რეპუტაციულ, ასე ვთქვათ, მდგრადობისთვის იდებოდა ამ სფეროს წარმომადგენლების და კომპანიებისთვის, ერთი ხელის მოსმით გაცალმტვერდა. ანუ ერთია, რომ ვერ ხედავ და მეორე არის, რომ შენივე ხელით ანადგურებ სფეროს მიღწევებს. მაგრამ შეარყიეს და საბოლოოდ მაინც უმრავლესობამ, ესეც უნდა ვთქვა, გამოიჩინა საღი აზრი და მაინც დაუბრუნდნენ თავიანთ. მე ძალიან მიყვარს ეგ ხალხი, ძალიან პატივსემ, განათლებული ხალხია, ჭკვიანი ხალხია, დიდი წვლილი აქვს ჩვენი ეკონომიკის, მაგალითად 3%-ს უკვე მიაღწია IT სფეროს იმპორტმა, ექსპორტმა, რაც ძალიან კარგია და ძალიან მინდა რომ ეს კიდე გაიზარდოს და მაგრამ მაინც გამოიჩინეს საღი აზრი და ჩქარა დაუბრუნდნენ თავიანთ და ბოლოს უკვე რაც სამსახურებით იყო. მუშაობდა, მე აქციაზე გადიოდა, მე შემოდიოდნენ რა. მაგრამ არ ვიცი, მინდა რომ უფრო გვაქვს იმის საშუალება, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა იყოს ბევრად უფრო ძლიერი და ჩვენი ექსპორტი იყოს IT-ში და არა რაღაცა იაფი მუშა ხელში, მაგალითად, რომელიც რაღაც ჩავიდეს რომელიღაცა სხვა ქვეყანაში და მძიმე პირობებში იმუშაოს, ეს ბევრად უფრო ჭკვიანი და ბევრად უფრო მომგებიანი იქნება, როგორც ქვეყნის, ისე თავიანთი ოჯახების. მოკლედ, ეს დისკუსია წამოვიდა ჩემი კითხვიდან, რომ რას გააკეთებდი, რომ ეს სფერო და ეს სექტორი გაზრდილიყო. პირველი არის პოლიტიკური სტაბილურობა და ქვეყანაში ზოგადად მშვიდი მოცემულობა და მდგომარეობა და მეორე, უშუალოდ შენი პროფესიული გადმოსახედიდან რა ჭირდება შენ სფეროს რომ გაიზარდოს? ჩვენ სფეროს ჭირდება, რა თქმა უნდა, უფრო მეტი განათლებაში ინვესტიცია. მეც მგონია, რომ განათლება ალბათ ნომერ მეორე პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ჩამონათვალში. კი, უნდა იყოს, ანუ სტაბილურობა ხე მასლოურ ჰიერარქიაში, თუ სტაბილურობა არ გაქვს, რაც უნდა ვისაუბროთ, თუ ჰაერი და წყალი არ გაქვს, აბსოლუტურად აღარ ფიქრობ, ხო? შესაბამისად, სტაბილურობა ესაც ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ის მარტო პოლიტიკური სტაბილურობა არ არის, სტაბილურობაც, რომ კრიმინალი არ იყოს, უხაროდეს აქ ჩამოსვლა, აქ იცხოვროს, აქ ხარჯოს ფული და ასე შემდეგ, ხო? დღეს რეალობა არის ის, რომ დღეს ქართულ დამსაქმებას არ აქვს იმის საშუალება სამწუხაროდ, რომ გადაუხადოს ძალიან ბევრი ფული. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ევროპელი და ამერიკელი ეს მარტივი ამერიკელი დამკვეთები, რომელიც გიხდიან ევროში, დოლარში, შემდეგ აქ ახურდავ და ბევრად უკეთესად ცხოვრობ, ვიდრე შეიძლება იგივე თანხით გეცხოვრა თუნდაც იგივე ამერიკაშიან, იმიტომ რომ ბევრად ძვირი ღირს იქ. ხო? ამიტომ ის ხალხი ეძებს წესიერ, მშრომელ ხალხს, რომელსაც შესაბამისად მაღალ დანაზღაურებას მიცემს და ეს ქვეყნის ეს ჩვენი ეს იმიჯი როგორც IT სექტორში ძლიერი თანამშრომლობის ეს არ უნდა იყოს რა, არ უნდა იყოს დანგრეული და არ უნდა იყოს რაღაცნაირად დამახინჯებული, იმიტომ რომ ყველასთვის იქნება ეს პრობლემა. მოკლედ რომ შევაჯამოთ პოლიტიკური და ზოგადად ქვეყნის სტაბილური განვითარება და მეორე ეს არის განათლების კომპონენტი, სადაც უფრო მეტი უნდა ჩავდოთ როგორც სახელმწიფომ თავად განათლებაში ამ ადამიანების და ამ შრომითი რესურსის სპეციალისტების არის სხვა თბილისის მერია მაგალითად ძალიან
რამოდენიმე ასეულ ადამიანს აფინანსებს IT სექტორში თავისი პროგრამა აქვს განათლება და დასაქმება, სადაც ისწავლე და დასაქმდი, ესეთი პროგრამა აქვს, სადაც 2 წლის წინ დაამატეს და სრულიად უფასოდ მაგალითად ასწავლიან სხვადასხვა უნივერსიტეტებში იქნება თუ ფორმალურ, არაფორმალურ გარემოში. ამიტომ ამის კიდევ უფრო გაძლიერება ეს არის დაწყებული. ზუსტად ეს ერთ-ერთი ეფექტი არის, იმიტომ რომ ბევრი ადამიანია და 14,000-მდე პროგრამისტი გვყავს საქართველოში და მიახლოებით საქართველოს ალბათ 3 მაგნესაც აიტანდა იმდენი მოთხოვნა არის. აქ მიიღებს ადამიანი სათანადო განათლებას, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური მოთხოვნები და ის დასაქმების მოთხოვნები დააკმაყოფილოს. რა თქმა უნდა, ეს Harvard, MIT-ის და ამ შემდეგ და არა მარტო ნების ყოველს მასალები აქვს ონლაინ გამოდებული და მთავარი არის მომონდომეობა და პრაქტიკაში მუშაობა. ეს არის უმთავრესი. დანარჩენი არაფერი არ უშლის. მიახლოებით 7 თვიდან 1 წელიწადამდე შეიძლება ადამიანი, რომელიც საერთოდ არაფერი არ იცოდა, იყოს დამწყები junior developer-ი, რომელიც ხელფასი იქნება უკვე სადღაც 2000 ლარი. კაი და ამ ვიდეოკასტის ბოლოში შენი წარმატების ისტორიის ყველაზე გარდამტეხ მომენტად რას თვლი? და რა სამოტივაციო რჩევა შეგძლია მისცე ნებისმიერს, ვინც გიყურებს ახლა ახალგაზრდა წარმატებული ბიზნესმენი ხარ და ნუ ახლა უკვე პოლიტიკოსი ჩვენ სფეროში გადმოინაცვლე. მაგრამ მაინც ანუ ტექში და ზოგადად ბიზნეს საქმიანობაში როგორ შეიძლება რომ ახალგაზრდა გახდეს წარმატებული? ანუ შენი გადმოსახედიდან რა რჩევას მისცე? ჩემი რჩევა მარტივია, ამას ჩემი კარიერის დაწყებიდან ვაკეთებს, განათლებას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ განათლებაში უნდა ბევრი რესურსი ჩაიდოს, თავისივე არ შეეშინდეს ადამიანს და მაქსიმალურად იყოს მობილიზებული, მეგობრული იყოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს IT სფეროში კომუნიკაციების skills და არ არის მარტო შეიძლება კარგად წერ ხას, მაგრამ ჩვენ მქონია გასაუბრებაზე ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანი გადიოდა ძირითადად ინგლისში, ამერიკაში, რომ ესეთი ცოტა გვეუბნებოდნენ, აი რაღაც მოგვიყვები რამე ანეკდოტი. ჩვენ პროგრამისტი ვარ, პასუხობდა მე საიდან, ანუ არ მინდაო ხა ანეკდოტების მოყოლა და ბოლოს გამოვიდა რომ ცალკე ესეთი დივიზიონი ქონდა, სადაც ვასწავლედით ადამიანებს ანეკდოტების როგორ მოყვეს, იმიტომ რომ იქით მხარე გვეუბნებოდა რომ კოდის ხარისხს რო კარგად დაწერთო, ალბათ ყველა აქ ხო არ მომატყუებდიო, მაგრამ პერსონალურად აი როგორი ადამიანი ხარო და როგორი team ხო ეს IT ხო ერთი ადამიანი არ ქნის, სხვადასხვა ნაწილები არის, რომელიც ერთ პროდუქტს აკეთებს, ხო რაღაც როგორც აი სახს უაშენებ, ერთი ადამიანი ვერ ააშენებს, ზუსტად იგივე ჯგუფური მუშაობის როგორი უნარები და ამიტომ შესაბამისად ეს პერსონალური ეს ურთიერთობები და ეს სასაუბრო სკილები, ეს soft skills-ები, რასაც ქვია, არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ყურადღება მიაქცევენ ამ soft skills-ებს. მოკლედ მე თუ ვიტყვი რომ წარმატებისთვის ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი წარმატების ისტორიიდან გჭირდება რომ კონდეს კარგი განათლება და ამავდროულად იყო რისკიანი. შენი მთავარი მესიჯი არის რომ გჭირდება რომ კონდეს კარგი განათლება და არ დაიშურო, რა თქმა უნდა, მთელი ძალისხმევა. და ყველას უყვარდე. და კონდეს კარგი კომუნიკაციის უნარი. უყვარდეს ადამიანებს შენთან მუშაობა, რომ უფრო მეტი შემოთავაზებები გექნება და უფრო მეტ სასურველ ადგილას იქნება. კარგით, მოკლედ ამ ნაწილით დავასრულებ შენთან ინტერვიუს და ერთობლივ ინტერვიუს. დიდი მადლობა რომ გვიყურებდით და გამომწერეთ YouTube არხზე.